აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზური ენის დაცვის და პოპულარიზაციის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც აფხაზური ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გამოიცა. აფხაზეთის 5 საჯარო სკოლაში აფხაზური ენა არჩევით საგნად ისწავლება. საქართველოში კი 2007 წლიდან ყოველ 27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღე აღინიშნება. აფხაზური ენის პოპულარიზაცია ამ სახელწოდებით პროგრამას განათლებისა და კულტურის სამინისტრო უკვე წლებია ახორციელებს, რომელიც აფხაზური ენის შენარჩუნებას, პოპულარიზაციას და განვითარებას გულისხმობს. იდეის ავტორი იყო აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრი ხალბატონი ეკა ხოფერია და იდეის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შეგვექმნა გარკვეული შინაარსის და თემის ვიდეო კონტენტი, რომელიც კამპანიურად აიტვირთებოდა ახალგაზრდებში და არა მარტო ახალგაზრდებში პოპულარულ პლატფორმა TikTok-ზე. საჭირო იყო, ვთქვათ, TikTok-ზე ახალგაზრდებისთვის ისე მიწოდება ამ თემატიკის, რომ აფხაზური ენის ცნობადება მნიშვნელოვნად გაზრდილიყო ფართო მასებში და ეს ასეც მოხდა. პროგრამის ფარგლებში TikTok პლატფორმაზე მაქსიმუმ 50 წამიანი 40 ვიდეორგოლი განთავსდა. სამინისტროს მთავარი მიზანი რამოდენიმე წამიანი ვიდეორგოლებით, რომელიც სხვადასხვა შინაარსისაა, არა მხოლოდ ენის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, არამედ ენის შესწავლაც იყო. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, იმიტომ რომ ნახვების რაოდენობა იყო ძალიან დიდი, გამოხმაურება იყო ძალიან კარგი და ამ შედეგმა განაპირობა ის, რომ ჩვენ ვფიქრობთ პროექტის განვითარებას და გაგრძელებას მომავალში. გიორგი კინწურაშვილი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა რიგს მიეკუთვნება, რომელიც აფხაზურ ენაზე საუბრობს. გიორგი ქართულ აფხაზური ოჯახიდანაა და ის უკვე წლებია აფხაზური ენის განვითარების არაერთ პროექტში მონაწილეობს. Try Abkhazia ამ ფორმატის პროექტი მისთვისაც პირველია. ყოველთვის ვცდილობ, რომ რაც ეხება აფხაზეთის თემატიკას, მაქსიმალურად ჩემი მცირედი წვლილი მაინც შევიტანო ამ საკითხში, იმიტომ რომ ჩემი აზრით ყოველი პატარა რაღაც პროექტი, პროგრამა თუ რაც იქნება, ყველაფერი ეს პატარა აგურსდებს იმ გამთლიანებისკენ, რაც არის ჩატეხილი და ჩანგრეული. შესაბამისად დავინტერესდით ამ ფორმატით, თუ როგორ შეიძლება და გამოგვეყენებინა ის და ვიპოვეთ ესეთი ხერხი გზა, არ ვიცი, უფრო აპრობირებული, რა თქმა უნდა, წინა გამოცდილების გამოყენებით, რაც იყო უფრო აქტუალური და მოკლე მეტრაჟიანი ვიდეოები ჩავწერეთ აფხაზური ენის შემსწავლელს ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ სწორედ პროექტის სახელიც არის Try Abkhazian, სცადე აფხაზური. ყოველდღიური სასაუბრო სიტყვები, მარტივი, ესე ვთქვათ, მაქსიმალურად ფორმატი ავირჩიეთ ამ სიტყვების შესწავლით, გავაკეთეთ 40 ვიდეო, ეს იყო პირველი ეტაპი, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საცდელი. გვაინტერესებდა ხალხის გამოხმაურება, გვაინტერესებდა ხალხის აზრი და არის უკვე, ესე ვთქვათ, თხოვნები და კითხვები თუ როდის გაგრძელდება, რა ფორმატით გაგრძელდება ეს ყველაფერი და ჩვენს ამაზე ვმუშაობთ ახლა, ვფიქრობთ, რომ ღირს გაგრძელება, ვფიქრობთ, რომ ღირს უფრო შეიძლება გართულება და გაღრმავება კიდევაც ამ პროცესის და ჯერ სამუშაო სტადიაში ვართ და რა გამოვა და როგორ იქნება, ვნახავთ ამას უახლოეს მომავალში. გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. აბზიარა შეზყალაი. აქჭარაქვა შეიღეს შოი. ჰაიქშანზა. Try Abkhazian.